ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, დედანო, ძმანო და დანო, თემა დღევანდელი ჩვენი საუბრისა გახლავთ საკვირველი რწმენა. ამ თემას ეხება სახარება, რომელიც იკითხება სულთმოფენობიდან მეოთხე შვიდეულის საკვირაო წირვაზე. ეს არის სახარება მათესი, მერვე თავის, მეხუთე მუხლიდან, მე-13 მუხლის ჩათვლით. წავიკითხოთ ტექსტი სახარებისა. გაცნოთ. მას ჟამსა შინა შერავიდა იგი კაპერნაუმთ, მოუხდა მას ასისთავი, ევედრებოდა მას და ეტყოდა უფალო, მონაი ჩემი დაცემულ არს, სახლსა შინა ჩემსა განრღვეული და ფრიად იღვემების. რქუა მას იესო, მე მოვიდე და განკურნო იგი. მიუგო ასისთავმან და რქუა, უფალო, არა ღირს ვარ მე, რაითამცა სართულსა ჩემსა ქვეშე შემოხვედ, არამედ სიტყვითა ხოლო თქვ და განიკურნოს მონაი იგი ჩემი. რამე თუ მეცა კაცი ვარ ხელმწიფებასა ქვეშე და მქონან ჩემ ქვეშე ერი საგანი. და ვრქვი მას წარვედ და წარვიდის და სხვასა მოვედ და მოვიდის და მონასა ჩემსა ქმენ და ქმნის. ესმარა ესე იესოს დაუკვირდა და რქვაერსა მას, რომელნი მისდევდეს მას ამენ, გეტყვი თქვენ არცაღა ისრაელსა შორის ესოდენი სარწმუნოება ვპოვე. ხოლო გეტყვი თქვენ რამე თუ მრავალნი მზის აღმოსავალით და დასავლით მოვიდოდიან და ინახიდგმიდან აბრაამის თანა და ისააკის თანა და იაკობის თანა სასუფეველსაც ათასა, ხოლო ძენი იგი სასუფეველისანი განითხინენ ბნელსა მას გარესკნელსა მონიყოს ტირილი და ხრჭენა კბილთა და რქუა იესო ასისთავსა მას წარვედ და ვითარცა გრწმენინ გეყავშენ და განიკურნა მონაიგი მისი მას ჟამსა შინა. თავარი რა ამ მონაკვეთიდან სახარების ამ მონაკვეთიდან რაც ჩვენ ახლა წავიკითხეთ მოვლენა არის უფლის გაკვირვება, ანუ უფალი არის განცვიფრებული დიდად, რომ რომაელ ასისთავს, ანუ წარმართ ადამიანს აქვს ასეთი საოცარი რწმენა. ანუ რასაკვირველია, ეს გაკვირვება ამ შემთხვევაში არის არა იმდენად ვთქვათ სიახლე უფლისათვის, რამე თუ უფალმა ყოველივე უწყის და მან იცოდა თუ ვინ იყო ეს ასისთავი, მაგრამ მისი განკვირვება ეს იყო მის გარშემო შეკრებილი იუდეველების, მოწაფეების და სხვა იუდეველთა თვის გამოხატული ასეთი ფორმით, რომ ესე იგი მან თქვა, რომ საოცარია ესეთი სარწმუნოება, რომ ასეთი სარწმუნოება თვით იუდეველთა შორისაც კი მე არ მიხილავს. და აქ წმინდა მამები განმარტებლები ამბობენ, რომ აქ რასაკვირველია პირველ რიგში რჩეული მორწმუნე ადამიანები იგულისხმებიან, რომელთაც უკვე გამოხატეს ეს სადმო და პირველ რიგში ესენი არიან ქრისტეს მოწაფეები, მოციქულები. თვით მოციქულებშიც კი არ იყო ასეთი ძლიერი რწმენა და აი საკვირველია ნამდვილად და უფალს უნდა რომ აი ეს დაანახოს, რომ აი როგორი საოცრებაა, რომ პიროვნებას, რომელსაც არ აქვს სჯული, რომელსაც არ ქონია ბავშვობიდან ეს ცოდნა ჭეშმარიტი სჯულისა, როგორ ესე იგი ავლენს იმაზე დიდ სარწმუნოებას, ვიდრე აი თუნდაც მოციქულებს აქვთ. და აი
კითხვა იბადება რამ როგორ მიაღწია, როგორ მოიპოვა ეს სარწმუნოება ამ რომაელმა ასისთავმა. მისი პირველი სიტყვები არის ამის მთავარი, ესე ვთქვათ, გვიხსნის აი ამ საიდუმლოებას, აი ამ საოცრებას. მისი სიტყვები არის ასეთი, რომ პირველი, ესე იგი, მას მერე რაც იგი თხოვს მაცხოვარს, რომ მან განკურნოს მისი მონა, მძიმეცნეული, რომელიც მეტად იგვემება, მეტად იტანჯება. ამის შემდეგ მაცხოვარი ეუბნება, რომ მე მოვალ შენთან და გავმკურნებ შენს მონას. და უცებ ესე იგი არის საოცარი რეაქცია. იგი ეუბნება, რომ არა ვარო ღირსიო, რომ ჩემს სახლში შემოხვიდეო. აი ეს არის პირველი და საოცარი მდგომარეობა ადამიანის სულიერი სამყაროს, შინაგანი სამყაროს მდგომარეობა. ესე იგი, როგორ იგი თავის თავში ხედავდა თავის ცოდვებს, თავის უღირსებას და როგორ ესე იგი, ჯერ როგორ დიდად ესე იგი მიიჩნევდა მაცხოვარს, მის სიწმინდეს, მის ღვთაებრივ ძალაუფლებას, მაგრამ ამავე დროს თავის თავს როგორ მიიჩნევდა ძალიან უღირსად. და რატომ მიიჩნევდა ასეთ უღირსად? იმიტომ რომ მას ჰქონდა უმთავრესი სათნოება, სიმდაბლე, თავდაბლობა. რა არის ეს სათნოება? ეს არის განცდა იმისა, რომ ადამიანის ნებისმიერი ქმედება არ არის სრულყოფილი. ადამიანი არის არასრულყოფილი არსება, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც იგი დაეცა, იგი მიდრეკილია ცოდვებისაკენ და თუ ადამიანი ამას, ასე ვთქვათ, ამ თავის ბუნებრივ მდგომარეობას, დაცემულ მდგომარეობას მუდამ, ასე ვთქვათ, აღიქვამს და მუდამ ასეთი გულის ტკივილით არის იმის გამო, რომ მასში ეს ასეთი უძლურება არის, ანუ აქ უკვე შემოდის სინდისის ქეჯნა. ანუ როცა ადამიანი უძლურია, არასრულყოფილია, მისი ქმედებებიც უძლური და არასრულყოფილია და მას ეს აწუხებს. ანუ სიმდაბლე გულისხმობს აუცილებლად უკმაყოფილებას, ერთის მხრივ აღიარებას საკუთარი არასრულყოფილებისა, მაგრამ მეორეს მხრივ უკმაყოფილებას აი ამ არასრულყოფილების გამო. ანუ ხომ უძლურია ადამიანი, თითქოს შეიძლება თქვას, რომ აი მე მეტი არ შემილია, მაგრამ აი მასში ეს რაღაც შინაგანი ხმა, სინდისის ხმა ეუბნება, რომ ეს არ არის კარგი და შემდა ეცადო, რომ იყო უკეთესი. და აი ამის გამო აქვს სინდისის ქეჯნა. და ის სწორედ როდესაც ადამიანს აქვს სინდისის ქეჯნა, მაშინ მისი სული მუდმივად, ესე იგი, ეძიებს შველას, ეძიებს ძალას, რომელიც მას აი ამ ცოდვებისგან გამოიყვანს. ანუ მისი ტკივილი არის ცოდვილი მდგომარეობა, მისი უღირსება, მისი დაცემული ბუნება და სულ ახსოვს ეს დაცემული ბუნება, ანუ აი ეს არის სიმდაბლე, აღიარება საკუთარი დაცემული ბუნებისა, საკუთარი არასრულყოფილებისა. და არა მარტო ახსოვს, განიცდის, რომ მისი ქმედება არასრულყოფილია და რასაკვირველია, სინდისის ქეჯნა აქვს, რომ ეს არის არასრულყოფილი და რასაკვირველია, ასეთი სული ეძიებს შვებას, ეძიებს ხსნას იმ ძალაში, რომელსაც შეუძლია მისი განკურნება. ანუ აბსოლუტურ სიკეთეში, ანუ აბსოლუტურ ჭეშმარიტებაში, აბსოლუტურ სიყვარულში. ანუ იგი შინაგანად ეძიებს ღმერთს და სჯერა, რაც თავარია, რომ ასეთი ძალა არსებობს, იჯერებს. აი მისი სული, სუფთა სული, აი სუფთა სინდისი, როდის არის სუფთა სინდისი? როდესაც სინდისის ხმას ჩვენ უსმენთ. როდესაც სინდისის ხმას
ჩვენ ვეთანხმებით, როცა სინდისი გვამხილებს და ჩვენ არ ვიმართლებთ თავს და ჩვენ ვეთანხმებით ამ სინდისის ხმას და აი სინდისის ხმა მუდამ ძლიერია, მაგრამ თუ ჩვენ გაურბივართ აი ამ პასუხისგებლობას, რომელიც გარკვეულ ჩვენგან გარკვეულ შრომას ითხოვს, გარკვეულ საკუთარი თავის იძულებას ითხოვს, საკუთარ თავთან ბრძოლას ითხოვს და რომ აი უფრო მეტად უკეთესი გახდე, აი ამას თუ გაურბივართ და სამწუხაროდ ეს არის ადამიანის უძლურება, მას ხშირად უჭირს ატაროს ეს თავისი პასუხისგებლობა, ეს თავისი ჯვარი. აი მაშინ ჩვენ სინდისის ხმას აღარ უსმენთ და ვცდილობთ ჩავახშოთ იგი. რას ნიშნავს სინდისის ხმის ჩახსოვა? როდესაც ჩვენ ესეთი კი ვეთანხმებით, რომ ეს არ არის კარგი, მაგრამ აი ამიტომ და იმიტომ სხვადასხვა მიზეზების გამო ჩვენს გარეშე შემოარსებული რაღაც ობიექტური მიზეზების გამო ვამართლებთ ჩვენ ცოდას. ანუ ხარისხი სირანულისა კლებულობს და მე საერთოდ ქრება და შესაბამისად ადამიანის სინდისი ხდება, ესე იგი ჩახშობა და ბოლოს მოციქული პავლე ამბობს, რომ მათი სინდისი დამწვარი იყო. აი, ესე იგი შეიძლება ადამიანს კონდეს ჭეშმარიტი სჯული, მაგრამ თუ სინდისის ხმის მიხედვით არ ცხოვრობს ამ სჯულის საფუძველზე, არ ცდილობს მუდმივად სულიერ განვითარებას, სრულყოფას და ეს სინდისის ქეჯნა მასში თანდათანობით სუსტება და ბოლოს ქრება, აი ესეთი სინდისი არის დამწვარი და ასეთი ადამიანი თუ მას სჯული აქვს, ვერ ხედავს ამ სჯულს და ფაქტიურად გარეგნულად იცავს სჯულს, მაგრამ შინაგანად სარგებლობას ვერ ღებულობს და რაც თავარია, მე უკვე აი ესეთი გაქვავებული გულის ადამიანი, დამწვარი სინდისის მქონე სულის ადამიანი, მე ამ თვითონ სჯულს ამახინჯებს, არასწორად განმარტავს და უკვე ღვთაებრივი სწავლების ნაცვლად უკვე გვაქვს სწავლება კაცობრივი და აი ამ კაცობრივი სწავლების საფუძველზე ეს სჯულის მეცნიერები, მწიგნობარი, ფარისეველი განიკითხავდნენ დევნიდნენ წინასწარმეტყველებს და ბოლოს აი მაცხოვარს განიკითხავდნენ და ვერ მიიღეს, ვერ დაინახეს მაცხოვარი, იმიტომ რომ ის ჭეშმარიტ სწავლებას, მისი ჭეშმარიტი სწავლება მათ დამახინჯებულ კაცობრივ ესე იგი გაქვავებული გულის საფუძველზე დამახინჯებულ საღვთო სჯულის სწავლებას წინააღმდეგებოდა. და ისინი ესე იგი იმდენად დარწმუნებული იყვნენ, ეს ამპარტავნებაში იყვნენ, ასე პირველია აი ეს სიმდაბლის დაკარგვა ნიშნავს ამპარტავნებაში ჩავარდას. როცა სიმდაბლე სულ გეუბნება, რომ შენ არ მიენდო შენ თავს, შენ იყო შეამოწმო შენი გადაწყვეტილებები, გონდეს ესე ვთქვათ, განცდა არასრულყოფილებისა და სურვილი აი ამ სრულყოფილების გზაზე სულისა და ამპარტავნება პირიქით, ასე იგი ამშვიდებს, ამართლებს, ამცოდვებს და პირიქით გეუბნება, რომ პირიქით შენ აი სწორად მოიქეცი, შენ ახლა ეს ცოდვა კი ჩაიდინე, მაგრამ აი სხვისი ბრალი იყო და ეს ზოგჯერ შემთხვევაში სულაც არ იყო ცოდვა, იმიტომ რომ სხვა გამოსავალი არ იყო და აი ასე ადამიანი ეჩვევა, ასე იგი თვით ასე ვთქვათ, დამკვიდრებას, საკუთარი ასე ვთქვათ, კაცობრივი ზრახვის საფუძველზე, რაც ესე იგი იწვევს მის გაუხეშებას, გულის გაუხეშებას და გონების დაბნელებას, რასაკვირველია, უკვე გაუხეშებული გული ბუნებრივია ვეღარ ხედავს, ასე ვთქვათ, ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტებას ადამიანური შეხედულებების საფუძველზე ამახინჯებს. გარდაქმნის ჭეშმარიტებას. და აი სწორედ ეს მდგომარეობა ამ ასე იგი რომ ადამიანი რომელსაც საღვთო სჯული არ ქონდა, იმის გამო რომ სუფთა სინდისი ქონდა, მუდამ ეძიებდა რაღაც სრულყოფას, მუდამ ახსოვდა თავის არასრულყოფილება და განიცდიდა ამ არასრულყოფილებას და ეძიებდა იმ ძალას, რომელიც მას აი აძლევდა ამ დიდ სარწმუნოებას და სიყვარულს, ღმერთის სიყვარულს და ღმერთისკენ სწრაფოს და ამიტომ დიდი იყო მისი სასოება და ძლიერი იყო მისი რწმენა, სასოება და სიყვარული და აი საოცარ ჯერ ეს სიმდაბლე გამოიჩინა და მე რას ამბობს? მე ამბობს რომ მეო ვარო კაცი ხელმწიფებასა ქვეშეო. ანუ ყავს უფროსებიო
და ამავე დროსო ჩემს ასე ვთქვათ დაქვემდებარებაშიც არიანო მსახურებიო და მე ვმათო როცა უბრძანებ ისინი ჩემს ბრძანებას ასრულებენ და თუ კი მე ასეთი არასრულყოფილი ადამიანი სვისი ხელმწიფების ქვეშ ვყოფი მაქვს იმის ძალაუფლება რომ ვიღაცა ჩემი ბრძანება შეასრულო მით უმეტეს შენ უფალო რომ ესე იგი შემოქმედო ცისა და ქვეყანისა შენ ხო ყველაფერი შეგიძლია შენ შეგიძლია უბრძანო სამყაროს და სამყაროს ესე იგი რაცაც შენ უბრძანებ სამყარო იმას შეასრულებ და აი სწორედ ესე იგი ესეთი რწმენა საოცარი რწმენა იყო საკვირველი არაუფლისთვის უფალმა ეს იცოდა რომ ასეთი იყო ეს პიროვნება მაგრამ საკვირველი იყო თავისთავად და უფალმა ეს განკვირვება გამოხატა აი იქ დამსწრე მოციქულების და სხვა დამსწრე საზოგადოების წინაშე და აი აქ უკვე მაცხოვარი ესე იგი ამის საფუძველზე თანდათან უკვე უხსნის ამ იუდეველებს მოწაფეებს და იქ დამსწრე საზოგადოებას რომ იგი მოვიდა არა მარტო ესე იგი იუდეველთათვის რომელთაც ეგონათ რომ მხოლოდ იუდეველები ცხონდებიან და ან თუ ვინმე წარმართი მიიღებს იუდეველობას იმ შემთხვევაში წარმართის ცხონდება არამედ ყველა წარმართი ცხონდება თუ იწამებს იესო ქრისტეს ანუ შესაძლებლობა აქვს არა მარტო იუდეველებს ცხონების არამედ რომ ქრისტე ყველასთვის მოვიდა აი ამას თანდათან ამას უხსნის იმიტომ რომ იუდეველებისთვის ეს ძალიან ძნელად მისაღები შეჩეული იყვნენ რომ მხოლოდ ისინი ცხონდებიან და თან დარწმუნებული იყვნენ რომ ყველაზე უკეთესები არიან და აი ეს დაანახა რომ ასეთი სარწმუნოება თქვენ არ გაგაჩნიათ და ამის გამო რომ ეს ასია თუ ეს არ გამოსწორდება თქვენ იხილავთ რომ მრავალი მოვიდოდეს აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან და აბრაამის, ისააკის და იაკობის თანასასუფეველში ინახი დგმიდენო, ანუ ესე იგი მის მათ გვერდზე აი ამ ღვთაებრივ ესე ვთქვათ სასუფეველის ესე ვთქვათ სულიერი გაგებით აი ამ დიდ ზეიმში, ამ დიდ ნეტარებაში, ანუ ინახი დგმიდან ნიშნავს სუფრასთან ყოფნას, აი სუფრა ამ შემთხვევაში არის სულიერი ტრაპეზი და მათთან ერთად იქნებიან სასუფეველში და ძენის სასუფეველისა ვინ არიან ძენის სასუფეველისანი ვინც არის ჭეშმარიტის ჯულის აღსარებელი გარეგნულად მაგრამ აი ისინი ვინც მხოლოდ გარეგნულად იქნებიან აი ჯულის აღმასრულებელი და შინაგანად კი სწორედაც ასე ვთქვათ სრულიად გაქვავებული იქნება მათი სულიერი სამყარო მათი გული მათი სულიერი ხედვა დაბრმავებული იქნება აი ისინი პირიქით სასუფეველიდან განიდევნებიან წუდიათში აღმოჩნდებიან ანუ სატანჯველში მარადიულ სიკვდილში მარადიულ ტანჯვაში და აი ასე იქნება ამიტომ ამ მაცხოვარი აჩვენებს რომ თქვენ ამაყობთ და ფიქრობთ რომ თქვენ უფრო მეტი ხართ ვიდრე წარმართები და სინამდვილეში აი წარმართებს შორის არიან ადამიანები რომელიც დღეს აი ამ წუთას ჯერ კიდევ სანამ მათ არ მეუღიათ ჭეშმარიტსა მათ შორის არიან ასეთები და მით უმეტეს როცა ისინი ამ სარწმუნოებას მიიღებენ მრავალი მათგანი ცხონდება და შევა სასუფეველში ხოლო აი თუ თქვენ არ შეინანებთ და თქვენ ესე იგი აი ამ თქვენ ასე ვთქვათ ზედაპირულ სარწმუნოებას ასე ვთქვათ არა შინაგანი წესით ცხოვრებ ასე ვთქვათ ეს ცხოვრების წეს არ შეცვლით ესე იგი თქვენც ასევე თქვენ დაიღუპებით და აი ეს არის აი თავარი რომ ჩვენ გვახსოვდეს რომ ეს ჩვენს გვეხება მართლმადიდებლებს ჩვენ შეიძლება ვფიქრობთ რომ აი ჩვენ მართლმადიდებლები ვართ ჩვენ ჭეშმარიტის ჯული გვაქვს და მარტო ჩვენ ცხონდებით და ნუ ვინც არ მოიქცევა ის არ ცხონდება რასაკვირველია ვინც არ მოიქცევა არ ცხონდება მაგრამ შანსი იმისა რომ არა მართლმადიდებელი მოიქცეს არსებობს და ამიტომ ჩვენ არ ვიცით ვინ მოიქცევა და ვინ არა ყოველ შემთხვევაში იოანეს გამოცხადებაში წერია რომ კიდევ არიან რომელიც უნდა მოყვანებულ იქნენ ესე იგი აი მეორედ მოსვლის წინაც ბევრი მოიქცევა და ეხლაც აი თუ ჩვენ გადავხედავთ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს ძალიან ბევრი
არა მართლმადიდებელი და არაქრისტიანი დაინტერესებულია მართლმადიდებლობით და ბევრი ინათლება და მართლმადიდებელ ეკლესიას წიაღში მკვიდრდება. ამიტომ ჩვენც არ უნდა დაგვაუწყდეს რომ ჩვენ მოვინათლეთ მართლმადიდებლების აღსარებლობის წიაღში მართლმადიდებელ ეკლესიაში თუ ჩვენ მთელი არსებით არ ვიქნებით სულიერი სრულყოფისათვის ზრუნვაში ჩვენ შეიძლება ასევე განშორდეთ უფალს და ასევე ჩვენი სარწმუნოება იყოს მხოლოდ და მხოლოდ გარეგნული და გული კი განშორებული ღვთისაგან, რაც იწვევს მერე ყველა სხვა ცოდვას, ამპარტაონებას, გამკითხვას, მრისხანებას და ასე შემდეგ. ამიტომ და სად შეიძლება ეს ადამიანის სულიერი განვითარება? მხოლოდ ღვთის მადლის დახმარებით შეიძლება, მხოლოდ დედა ეკლესია. თუ ადამიანს აქვს სინდისის გეჯა, როგორ შეიძლება რომ იგი არ მიდიოდეს უფალთან და არ თხოვდეს შემდეობას ამ წყალობას, როგორ შეიძლება რომ არ ითხოვდეს? და თუ ის არ მიდის ეკლესიაში და ამ წყალობას არ ითხოვს, ეს იმას ნიშნავს, რომ მას არ აქვს განცდათვის და ცოდვა. ეს ნიშნავს, რომ სინდისის ხმა მისი თანდათანობით უფრო და უფრო სუსტება, იხშობა და რასაკვირველია, შეიძლება როგორც პავლე მოციქულაუს კიდევაც დაიწვას, ანუ სრულად, ესე ვთქვათ, დაკარგოს ეს მადლი. ღმერთთან კავშირია ეს სინდისის ხმა. ასე რომ დედა ეკლესიის წიაღის გარეშე ჭეშმარიტი სინანული, ჭეშმარიტი განვითარება, სულიერი სრულყოფა განწმენდა შეუძლებელია. ამიტომაც თუ ჩვენ არ დავდივართ ეკლესიაში, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ არა გვაქვს განცდა ითვისთა ცოდვა, არა გვაქვს სინანული, არა გვაქვს სინდისის გეჯნა, ეს კი ამპარტავნების ნიშანია. ღმერთმა დაგვიფაროს ამ ამპარტავნები და ვინც დავდივართ, აი ესეც მნიშვნელოვანი, ერთი რო ვინღაც არ დადის და მეორე თუ დადის, არ უნდა ვიფიქროთ, რომ აი ჩვენ დავდივართ და ეს საკმარისი. არა, იუდეველებიც დადიოდნენ წიგნორი და ფარისევლების ჟულიზე პირად იცოდნენ, ყველა წესებს ასრულებდნენ, მაგრამ გული გაქოვებული იყო. აი ესე რომ საფრთხე არის როგორც ეკლესიის გარეთ ცხონება შეუძლებელია, თუ ადამიანს ეძიებს ჭეშმარიტებას, ეს ეკლესიაში უნდა მოვიდეს, მაგრამ ეკლესიაში ყოფნა ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ შენ ცხონდები, თუ მთელი არსებით შინაგანი ცხოვრებით არის ცხოვრები და აი ეს რასაკვირველია შეიძლება სამწუხაროდ ხდებოდა და დღესაც შეიძლება ხდებოდეს და არასოდეს არ უნდა ვიყოთ კმაყოფილი საკუთარი თავით ის ვინც უკვე ეკლესიის წიაღში დაუბრუნდით. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და მრავალ დღესასწაულს დაგასროთ. ჩვენთან არს ღმერთი.